ნამდვილი იუთუბერები სიგიჟეებს აკეთებენ, ამიტომ მე დღეს გადავწყვიტე რომ შევიპარო ეიფელის კოშკზე და გავხდე პირველი იუთუბერი, ვინც ამას გააკეთებს. თუმცა მანამდე უნდა მოგიყვეთ რატომ გადავწყვიტე ამის გაკეთება და როგორ მოვედი აქამდე. Hello. ერთ დღეს შენი მეგზურის ოფისში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც ჩემს ხასიათში ჯდებოდა. თან იქნებოდა მაგარი, საინტერესო და სარისკო. ბევრი ფიქრის ინტერნეტში ძებნისა და მოუსვენრობის შემდეგ, ისიც იდეაც მოვიდა. პარიზი და ეიფელის კოშკი. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საოცარი სანახაობა. ეიფელის კოშკი ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა საფრანგეთში. მას აქვს 4 საყრდენი, აქედან კი მხოლოდ 2 გამოდგება იმისთვის, რომ მწვერვალამდე ავიდე. კოშკს აქვს 4 შესასვლელი, რომელიც დაცულია ძალიან მკაცრად. თითოეულ კართან უნდა გაიარო ორმაგი კონტროლი, ბილეთი და ზედაპირული დათვალიერება. ყველა მხარეს არის მეტალოდეტექტორები და დაცვის წევრები. ასევე ეიფელის ტერიტორიაზე დგას 200-მდე უსაფრთხოების კამერა, რომელსაც ხდის ნებისმიერ მონაკვეთში აკონტროლებს დაცვა. ამიტომ ერთადერთი გზა არის ყალბი ბილეთის შექმნა. შევედი ინტერნეტში და მოძებნე ეიფელის რეალური ბილეთი. გადავიტანე ფოტოშოპში, შევუცვალე თარიღი, შევუსწორე ფორმები, შევუცვალე ფერი, დავამატე ყალბი QR კოდი, წავუშალე ვიღაცის თითი, გავაკეთე PDF ფაილი, გადავაგზავნე ტელეფონში და წავედი ქსეროქსში. ამობეჭდე და გამოვიდა ეს რაღაც საშინელება, რომლითაც ალბათ 5 თვის ბავშვსაც ვერ მოვატყუებ. თუმცა ცდაბედის მონახევრეაო ასე უთქვამს ბრძენ ხალხს. შევედი ვიზიარზე და ვიყიდე პარიზის ბილეთები. ჩავალაგე ჩანთა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს. სელფის ჯოხი, მიკროფონი, განათება, ფავერბანკი, ისევ ფავერბანკი, ყურსასმენი, მეორე ყურსასმენი, კამერა, ლეპტოპი, პასპორტი და რაც მთავარია, ჩემი ერთადერთი შეპარვის იმედი. შემდეგ კი წავედი ქუთაისში. ახლა კი გაგაცნობთ ჩემს იდუმალ სტუმარს, რომელიც დამეხმარება ეიფელის კოშკის დაპყრობაში. და დღეს ვინ იქნება ჩემთან ერთად ვიდეოში თუ არა ბატონი აჩი? გამარჯობა, მოკლედ აჩი, ეხლა მე გაჩვენებ შენ იმას, რითიც ვაპირებ, რომ უნდა შევიპარო ეიფელის კოშკში. ეს რა არის ხალხო და? აი ამით რა თერჯოლაში ვერ შეიპარები ჩემი ასტუზეში. ამით ვაკის პარკშიც ვერ შეიპარები, ხო? გაფრინდა წავედი. აი მოკლედ ნახე ეხლა რა ხდება რა დღეს აქ არის რაღაცა კონცერტი, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, ეს ვაფშე არ მქონია გეგმაში რა და ამის გამო აი ეს ნაწილი ზედმეტად არის შემოღობილი. ნუ ერთი ღობით ზედმეტის გავლა მომიწევს ერთი სიტყვით, რომ აი იმ მწვერვალზე მოხვდე. მაქვს ორი ძირითადი გეგმა. პირველი რომ გადავწვრე ღობეზე და შევიპარო ეზოში და მეორე რომ ყალბი ბილეთით შევაღწევო ეიფელის მწვერვალამდე. უნდა შევიდეთ უფასოდ რა. ეს არის მუღამი. ფული არ უნდა გადავიხადოთ არაფერში. რომ მიხვდეთ რა და ახლობით ეს ღობე რამ სიმაღლეა. აუ ჩემიკა. რა იყო? დენმო დამარტყა. ატარაკე. ბიჭო, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ფიფქიას კაბავა და წამამეღო და ყველაფერი უფრო გამოვიდოდა რა. ძალიან. ყურადღებას გადაიტანდი შენ და მე შევძრებოდი რა. აქ გადაძრომასაც აზრი არა აქვს, იმიტომ რომ იქეთ ხარ ეს კიდე ერთი ღობეა და მაინც ვერ გადავალთ რა. დაჟე ღობეა კი რა, რაღაცა კონსტრუქცია, ამის იქეთ ვაფშე შანსი არაა გადაძრომის. ეხლა დღეს რო აქ მოვიდეს, ვინმე ძალიან მაგარი მომღერალი რა. დუალიპა რო გაგვეჩნდა. დუალიპა რო გაიჩნდა. ღობეზე გადაძრომა გამოირიცხა, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. პირველი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გავყვეთ ამ ღობეს ბოლომდე რა და სადმე იქნებ რამე შესასვლელი იყოს. კი 1-20 კილო რო დავიკლო კიდე ალბათ შევეტევი მე რა. სადმე ვიდივარ და აქ ეს ნახე ტყეში მოვყავარ იმერა. ეს ნაწილი მგონი ვაფშე არა, ეიფელის ტერიტორია და რაღაცა პარკის რეკონსტრუქცია მიდის უბრალოდ რა. აი ნახე ცოტნე ეიფელის ფონზე. აი ესე რა ძლივსა. არ ჭამე, არ დევიხურე. ყველაფერი მე ვიკელი და მაინც ნახე. კამერამენ never dies. Never dies, კამერამენ never dies და იმედია მართალია იგამავე რომ არ მოკვდები არსად. ეს არის ეიფელის კოშკის მთლიანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძისაა. ეზო შემოსაზღვრულია დიდი ღობითა და უამრავი დაცვით. ჩვენ კი ეზოში აი ამ გზით უნდა შევიდეთ, სადაც დაგხვდება მეტალოდეტექტორი და კონტროლიორი. და ზოგადად რომ იცოდეთ, იუთუბერს აქვს ულიმიტო იღბალი რა. ჩვენ გუში გამოვცადეთ ჩვენ თავზე დისნეილენდში და ეხლა ამ ვიდეოშიც იმედია ასე გამართლდება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმხელა რიგია, ამ რიგში ჩადგომა ნამდვილად არ მინდა. აი აქ 2006 წელი აწერია რა. ეხლა თქვენ განსაჯეთ, რამდენად რეალურია ამითი სადმე შესვლა საერთოდ. მართლა რამ ხელა ყოფილა ჩემი. ანუ ფეხით რო ვავიპარო. ხო, თან აგე ჩემი ძმები, ნახე ყოველს ერთადაა. რა სიტყვის რო ვავიპარო დაგვიჭა ერთ. წავედით ეხლა მოკლედ, დავტესტოთ გვაქვს თუ არა მართლა ულიმიტო იღბალი იუთუბერებს. რამდენიმე წუთში თქვენ ამ ამბის მომსწრენი გახდებით. ამდენი ადამიანი აპირებს რომ ფული გადაიხადოს, ცოტნე აპირებს რომ შეიპაროს. Non ticket holders, აქეთ არის ticket holders. შუაში არის ცოტნე. პირველივე კარებთან გაგვაჩერეს და ჩანთები ამოგვალაგებინეს, თუმცა სამწუხაროდ ამის გადაღება ვერ მოვახერხე. და ჩანთა გახსენიო რომ მითხრა მეთქი რაღაცა და ინახა. ხო იცი ისეთია რა, რო იცი რომ და გააფუჭო, გონია რომ ყველა შენ გიყურებს. შენს გონია რომ შენ საეჭვო ხარ ყოველთვის. ხო, ყველა გიყურებს გონია და ძალიან ცუდია ეგ მომენტი რა. შენ ვიზახდი გარედანვე ფული ღირსო და.
მე მეგონა ფული ყიდა, ალბათ 100-ლა, 100-იანი, რა ვიცი. აქედან შევიდეთ. გამოსასვლელიდან დაცვა დგას, ნახე. დაცვის პირველი შრის გავლის შემდეგ გადავინაცვლეთ ეიფელის კოჭკის ეზოში, რომელშიც შესვლა თურმე სრულიად უფასო ყოფილა და ტყუილად ჩავატარეთ სპეცოპერაცია მედააჩი. რეალურად კი ახლა იწყება პირველი ეტაპი. აქ შემოსვლად უფასო იყო, საერთოდ არ ვიცოდით. ეიფელის ეზოში ვარ და თურმე რეალურად ეიფელის ზედა ნაწილში ასვლა არის ფასიანი. აი დაახლოებით ამ ნაწილში ლიფტი ადის, ბოლო ნაწილში შეგვიძლია ასვლა. ახლა ჩვენ რას გავაკეთებთ? ჩავდგებით რიგში, უბილეთოთ, აჩის იყიდის ბილეთს, თუმცა მე უნდა შევაღწევ უბილეთოთ. ეს არის მთავარი მიზანი. აი ზუსტად ამ მომენტში მომინდა რომ ეს ყველაფერი შემეწყვიტა, რადგან მივხვდი რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იყო. ეს არის პირველ სართულზე ასასვლელი კარი. ამის ზემოთ კიდევ ორი დაბრკოლება შეგვხვდება. მეტალურ დეტექტორში გასვლამდე ჩანთა, კამერა, პასპორტი და ტელეფონი დავდე. გავიარე და ვიფიქრე რომ ასე მარტივად შევაღწია. თუმცა თურმე ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. დაახლოებით 10 მეტრში ისხდნენ კონტროლიორები, რომლებიც ამოწმებდნენ ბილეთებს. ახლა კი უყურეთ. Hello. ჩემი ყალბი ბილეთის გატარების შემდეგ კონტროლიორის მოწყობილობამ არანაირი ხმა არ გამოსცა. ანუ ამოიცნო ყალბი ბილეთი, თუმცა მათ ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ. აჩის ბილეთის დასკანერების შემდეგ კი ამ მოწყობილობას სულ სხვა ხმა ჰქონდა, რომელიც ბილეთის ავთენტურობას ამტკიცებს. ხადაო? აუ თან არ შემოწმებია დიბელა ისე გიგაბოგიშვეს რა. ბიჭო, ანუ პირდაპირ, ანუ აი მას არაფერი არ უგნია. უბრალოდ რაღაცა დაადო თითქოს. ბიჭო, ანუ იმ რაღაცა ამოდიან. ამ მომენტში მე დაარჩიმ დავინახეთ რომ ერთ-ერთი კონტროლიორი გვეძახდა და ჩვენთან მოდიოდა. რა თქმა უნდა, უკან მოუხედავად გავიქეცით და დაახლოებით 600 საფეხური ავირბინეთ მეორე სართულამდე. ძალიან ცუდად ვარ, დედას გეფიცე. ეხლა უბრალოდ თავარი ჯერ კიდევ წინაა რა, რომ ავიდეთ ვაფშე ზემოთ, ხო? სახურავზე ხო? ჯერ კიდე, ანუ მარტო ერთი ეტაპი გავიარეთ ჩათვალე. რადგანაც შემოვედი ამეთი, ალბათ მეორეჯერაც შევაღწევ იქით, რავი. აი ესეთი არის ნამდვილი ბილეთი. აი ესეთია ჩემი ბილეთი. თან ძალიან დიდი განსხვავებაა ბიჭო. აი ამოვედით, მოკლედ ეხლა პირველ სართულზე ვართ. სული გაგვძრა. ჯერ კიდევ წინაა რომ ამ ბილეთმა ან კიდე უნდა გაატაროს, ან კიდე როგორც გაგვიშვა, ისე გამიშვა. გონი კიდე ერთი ამდენი სართულის ზემოთ ავლა გვიწევს ფეხით, იმიტომ რომ ლიფტი ალბათ არ მუშაობს. მოკლედ 1 საათი ნახევარია რიგში ვდგავართ კიდე რა. და 4 წუთში უნდა მივაღწიოთ ლიფტამდე. გავიყინე. ძალიან სივა. ლიფტის შესასვლელ კართან იდგა კონტროლიორი, რომელიც ზედაპირულად აკვირდებოდა ლიფტის ბილეთებს, რომელიც მე არ მქონდა. ჩემს წინ აჩი გავუშვი. კონტროლიორს კი ჩემი ბილეთი საერთოდ არ მოუთხოვია. ანუ გადაღება ვერ მოვახერხე, ის ხალი გვიყურებდა კიდე. აი ხა იგერ არის და გვიყურებს კიდე რა. ამაზე რომ დაასკანერა წითლად განაცდა, ის რაღაცა ხმაქნა, მაგრამ დაიკიდა, მაინც გამომიშვა. ანუ მართლა არ მჯერა რომ ეხა აქ ვდგავართ, სანამ ზემოთავად ძალიან ამითი ბიჭო. რამდენიმე წუთში ლიფტიც მოვიდა და დავიძარით ეიფელის კოშკის უმაღლესი წერტილისკენ. მე შეურაცხადი კაცი განათდეს და რომ განათდება ხალხო, მაშინ გამოიწერეთ სოციალური განათლება. იეს, ამოვედით ლივს, ანუ რამდენი დაბრკოლების, რამდენი რაღაცა უაზრობების მიუხედავად მაინც მოვახერხეთ და ევროპაში კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობაში შევიპარეთ. მართლა ისე მარტივად გამოვიდა რომ არ მჯეროდა რომ ასეთი ეგ. მე ეს ანუ მაინც ვერ წარმომედგინა საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც ძალიან მაგრად გამოვიდა. რასაც მიზნად დაისახავთ, ყველაფერი გამოგივართ. რა გჯეროდეთ, უბრალოდ ესეთი მიზნები არ დაისახოთ, რაღაცა ცხოვრებისეული მიზნები დაისახეთ, რავი, წარმატებას მიაღწიოთ, ასე შემდეგ. რა შენობების დაპყრობა მე დავიწყებ, მე გაჩვენებთ, ამ ყველაფერს პრობლემა არ არის. ამ უმაგრესი თავგადასავლის დაგეგმაში დამეხმარა შენი მეგზური და უდიდეს რეკომენდაციას უწევ ამ კომპანიას და თუ პარიზში მოგზაურობას გადაწყვეტთ, უკვე იცით, სადაც უნდა მიხვიდეთ და ასევე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო გიორგი პარიზს, რომელმაც ამ უმაგრესი პარიზული მოგზაურობის დაგეგმაშიც დაგვეხმარა. ასევე დაგვეხმარა რომ ჩემი ვიდეო ჩაგვეწერა, რომელიც გადავიღეთ და რომელიც უმაგრესი ვიდეოა, უმაგრესი ვიდეო. ჩემს რეკომენდაცია 4-ს. უეჭველი გამოიწერეთ ჩემი და აჩის არხი, იმიტომ რომ აჩი უფრო მეტად დამეხმარა მგონი ამ ვიდეოში და რო არ ყოფილიყო ძალიან ბევრ რაღაცას ვერ მოვახერხებდი რა. ეკანებო დედას გეფიცე. მართლა ეკანებ, ეხა შევამჩნიე რომ იმაშვება რა, მოძრაობს ესე. ერთი 10-15 სანტიმეტრით. ძალიან დიდი მადლობა ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და აი ესე გემშვიდობებით 282 მეტრის სიმაღლიდან. აბაჰე.